ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ რაიონში მიმდინარე სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე გაეცნო უჩანეიშვილის ქუჩაზე სტიქის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის მშენებლობას. ვაკის რაიონში ამ ეტაპზე 21 საყრდენი კედლის მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი გეგმიური პროექტია, ნაწილი კი სტიქიის შედეგად არის დაზიანებული. როგორც გამგებელი ლაშა აბაშიძე აცხადებს, აღნიშნული კონსტრუქცია ფორსმაჟორული წესით გაკეთდა, მძიმე ნალექის შემთხვევაში კი მოსახლეობის უსაფრთხოება მთლიანად დაცული იქნება. და არაფერი ეგეთი არა. გახსოვს რომ იხარი? უჩანეიშვილის ქუჩაზე ბაგებში ტერიტორიაზე იყო სერიოზული ასე ვთქვათ დაზიანება, იმიტომ რომ ქვევით ცხოვრობდა გარკვეული მოსახლეობა და მთლიანად იყო ჩამორიცხილი. ეს რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთეთ ფორსმაჟორული ასე ვთქვათ მიმართულებით. გავაკეთეთ ტექნოლოგია, რომელიც ფაქტიურად მთლიანად დაცული არის ქვევით მაცხოვრებელი მოსახლეობა და ძალიან კარგად გამოვიდა. მოხდა საპროექტო ინსტიტუტის დაპროექტების იმითი გახდა გაბიონების მონტაჟი, რომელიც არის განგარიშებული სეისმურობაზე, როგორც ყარგამტარი, როგორც სადრენაჟო და უსაფრთხოებისგან დაცული არის ყველაფერი. გაკეთდა ზემოდან გაუკეთდა საყრდენი რკინაბეტონის საყრდენი კედელი, რომელიც დაიცავს აი ამ წყალს და სტიქური უბედურებისგან მოსახლეობას და ხალხს.